ეს 2026 წლის 23 მაისია ეს საკალათბურთო 48 წუთის მე-6 ეპიზოდი იწერება მე ზაზავარადეიშვილი ჩემთან ერთად გიორგი და საბა არიან სტუდიაში გამარჯობათ ხშირად მithქვამს რომ მე ძველი თაობის კაცი ვარ ძველი თაობა რას ნიშნავს მახსოვს 70-იანი 80-იანი 90-იანი გასული საუკუნის კალათბურთები და რასაკვირველია 21 საუკუნის აქ ახალგაზრდებია და დღევანდელი კალათბურთის გულშემატკივრების მრევლი ძირითადად ახალგაზრდობაა მე ვიტყოდი ერთ რამეს ჩემ დროს ჩემს ბავშვობაში სულ მოუთქმელად ველოდებოდი ფოსტალიონი როდის მოიტანდა გაზეთებს ჭიშკარზე ჩამოდებდა რომ იქ ლელო მეგულებოდა მე ჭაბუკობაში დილაუთენია საგაზეთო ჯიხურთან ავიტუზებოდი და სპორტული გაზეთების რიგში ვდგებოდი ნუ გადავშლიდი და მეტნაკლებად ვიკმაყოფილებდი იმ დიდ სურვილს სიყვარულს სპორტის და განსაკუთრებით კალათბურთის მაგრამ ყოველთვის იყო უკმარისობის გრძნობა ყოველთვის იყო უკმარისობის გრძნობა კალათბურთზე საუბრის გამოხვიდოდი სად უნდა გესაუბრა ვისთან სოფლის ან უბნის ბირჟაზე და მოძებნიდი თანამოაზრეს მერე ვიღაცა ან ნადირობის ან თევზაობის გულშემატკივარი შემოგიხდებოდა და სიტყვა გაგიწყდებოდა დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ ციფრული ტექნოლოგია ინტერნეტმა შეცვალა ეს ყველაფერი და ზღვა ინფორმაცია და უამრავი პლატფორმა და ფორუმი არსებობს სადაც შეგიძლია შენს საყვარელ სპორტზე კალათბურთზე ისაუბრო იკამათო ინფორმაცია მიიღო ჩვენც ამ საქმეს ვემსახურებით ჩვენი 48 წუთით და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ახალგაზრდა კაცი რომელსაც თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და რესპექტაბელურ საკალათბურთო გვერდს ხელმძღვანელობს ალექსანდრე ცეცხლაძე ყველაფერი NBA-ზე აი ამ ძალიან საინტერესო და ჩემთვის საყვარელი გვერდის ადმინი ყავს დღევანდელი პოდკასტის სტუმრად მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია აღჯდომა და ამ პატივს გისურვებთ. ხარია ეს კოლაბორაცია. ძალიან მისასალმებელია თუ ესე ძალიან სიმცირეა კალათბურთის მხრივ დღეს სოციალურ ქსელებში და ზოგადად პოპულარიზაციის მხრივ და ვინც ამ საქმეში ვართ და მე მგონი ცოტანი ვართ ძალიან კარგი იქნება თუ ეს კოლაბორაციებს გავაკეთებთ, გავაერთიანებთ ხშირად ძალებს, ვიმეგობრებთ და გულშემატკივრებისთვის ჩემი აზრით საინტერესო გამოვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გადავიდეთ მაშინ პირდაპირ რაც საქმეზე გადავიდეთ. ხო, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ აი ჩვენ რო დავიწყეთ ეს საქმე, ალბათ თვეზე ცოტა მეტია და ზუსტად იმ პერიოდში შემოვედით, როცა ყველგან პლეი-ოფებია საქართველოში, ევროლიგაზე და იმ დიდ ზეპურ კალათბურთში, რომელსაც NBA ქვია, იქ მარტის იგიჟეებიც მოგვიწია და ნუ კალათბურთის კაი მორევში აღმოჩნდით რა. ხო და ნუ სასაუბრო უამრავი გვაქვს. ატომად სიმბოლურად ესე მოხდა, რომ პირველი პოდკასტი რო ჩავწერეთ წინა საღამოს მაშინ ზურატ ომარაძე გარდაგვეცვალა და გუშინ გავიგე რომ ქართული კალათბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საუკეთესო კალათბურთელი და კიდევ უფრო უკეთესი კაცი ზურაბ ძელიძე გავიდა ამ წუთის სოფლიდან და მინდა სამძიმარი უთხრა საკალათბურთო თემს. უერთდებით ამ სამძიმარს. აცხონოს ღმერთმა ბატონი ზურაბის დაუბრუნდეთ ჩვენ ნიუსებში გავრცელდა წინაკვირას ამ NBA-ის რეგლებშიც ბრენდონ კლარკი გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად მემფისის ფორვარდი კანადელი ძალიან მაგარი კალათბურთელი ძალიან მაგარი სერიაც ჰქონდა კვარკს
კი, უფრო მეცაც ელოდნენ, რა ძალიან იჭერი გაუბრძველი იყო თუ არ ვწდები, რუქების სეზონში იყო კიდეც, ხო? მოხდა მეორე წლის სიმბოლურში მეორეში. სიმბოლურში მეორეში მოხდა. ხო და ანუ ძალიან მენტალური პრობლემებიო როგორც ასახელებენ, მე ტრაგებიო და короче, ეგრეთ ხო ეს რა. სავარაუდოდ, აბა რა უნდა დამართნოდა, ხო? ეგ იყო და ხო ძალიან ცუდი ამბავიო. ეგეც ძალიან სამწუხარო ამბავი, სამწუხარო ამბები რო ამოვწურვეთ რა. იმ კარგი მემფისის ის იყო. ასევე სამძიმარი კლარკის ოჯახსაც და სამწუხარო ამბავი. ნამდვილად ის მიერ სპორტსმენზე და მით უმეტეს ჩვენთვის NBA დიდი ოჯახი ვითარე. რა თქმა უნდა. ის მიერ ჩვენთვის. რა თქმა უნდა. ხო, კობი ბრაიანტის მერე ესეთი რაღაც სუდი ამბავი ტრაგედია არ ყოფილა, ხო მე მგონი. კობი დიდი დავი იყო. ხო, კობი იყო რაღაც. კობი ალბათ. გამორჩეული ტრაგედია ყოველნელებელი ყველასთვის ალბათ. მოდი მივადგეთ მაშინ პლეიოფის პირდაპირ. კარგი. 2-1 დაწინაურდა OKC, 1-0 აგებდა და ორი თამაში მოიგო. მოდი ჩვენ ბევრი დრო გვექნება, რადგან ბევრ თამაშსაც აღარ უნდა შევეხოთ. მოდი ჯობია რომ აი თამაშების მიხედვით თამაშები ჩავშალოთ რა. და მოდი სანამ აქეთ გადმოვართ და ის წიდან დავიწყოთ. ის წიდან დავიწყოთ. ოკეი. მარცხნიდან მარჯვნივ. ანუ მზე ახან აღმოსავლეთიდან ამოდის. ის პირველი და ძალიან უცნაური თამაშით გავხსნათ ჩვენი პოდკასტი რა. ამის განხილვით, რომ კლივლენდს მოპარული. ის კი ნაღო მოიგარა. კლივლენდს მოპარული თამაში ჰქონდა, ხელებში ეჭირა, 7 წუთით ადრე 22 გოლს იგებდა. თითქოს უკეთესად თამაშობდა, შეტევაში თამაში მისდიოდა. დონოვან მიჩელს კარგი თამაში ჰქონდა იმ დრომდე. და გუნდსაც ზოგადად, იქ შტრუსიც კარგი იყო და შემდეგ. დაცვაშიც არა უშალა კლივლენდს და უცებ ბოლო 7 წუთში თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ჩამოიშალა მთელი გუნდი და დასმის ნიუ-იორკის თურთრალმა თქვა რომ შეუტიეთ ჰარდენს. დასმის თამაში ოვერტაიმში. მაგას აკეთებდა კარგი. ოვერტაიმში რანსონი ათარგეთებდა. ოვერტაიმში სრული ფიასკო და კრახი იყო. ოვერტაიმში კი აჯობა ნამდვილად. 4 ქულა ჩააგდეს თუ რაღაც. ხო, მაგრამ მანამდე ესეთი თამაში ხელიდან არ უნდა გაუშვა და ამის გამოც ჩემი აზრით ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო ფსიქოლოგიურად. მეორე თამაში დაეწყო. ეს გუნდიც არის. ხო, აი მან შემასებებზე შეგვიძლია უკვე გადავიდეთ რა. მეც ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკი უკეთესი გუნდი ნიუ-იორკი მაშინაც იყო 22 ქულას რო აგებდა მეოთხე დის შუა წელში და უკვე გაფორმებული იყო თითქოს მოპარვა მაგ თამაშის. მაშინაც უკეთესი გუნდი იყო შემადგენლობითაც და აი მედისონ სკვერ გარდენში ხდებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მართლა ისეთ ტალღაზე იჯდა კლივლენდი, რომ იმ 7 წუთში იმათ არ ვამბობ, ახლა არ ეწყი ისე ვამბობ რა. ტყიბულის ორბს შეიძლება არ გაეტანებია ის 24 ქულა ნიუ-იორკისთვის, ხო? ხო, არის იყო 24 წამების ამოწურვა უნდა დათვალო მაგაზე. შენ არაფერი არ უნდა ჩააგდო, იმა ყველაფერი უნდა ჩააგდოს. ისე მასეც მოხდა ისე სინამდვილეში რა. ამან ყველაფერი ჩააგდო, ცოტა ისეთი სამიანებიც. მე ვფიქრობ, რომ მაინც გადამწყვეტი იყო მან ნიქსის დაცვა. ანუ მე დღემდე ვამბობ, რომ ნუ ეხლა ამ 4 გუნდში, რომლებიც გასულები არიან იქეთ და აქეთ, ალბათ დაცვით მაინც ყველაზე მეტი ხარვეზი კლივლენდს აქვს. და ნიუ-იორკს, ნუ OKC-ს და სან ანტონიოსაც კი ვიცით რა რამხელა პოტენციალი აქვს დაცვაში, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ნიუ-იორკს აქვს აი ძალიან მრისხანე დაცვის თამაშის პოტენციალი რა, იმიტომ რომ განსაკუთრებით რობინსონ დროს გამოხლავს რა და იქ მაგბრაიდიც ლიტული მცველია. ანუ ისეთი დაცვის თამაში შეუძლია, ერთადერთი ბრანსონია მათ მატჩებში ცოტა შედარებით სამი დევინგები ყავთ ძლიერები, ანუ OG ანნობიზე ხო, საერთოდ ბრიჯისი ხო, ზღაპარია. ბრიჯისი ალბათ უახლესი 10 წლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. არის ტრამვება. ხო. მოკლედ აი მაგით გადატეხეს ჩემი აზრით ისეთი წნეხი შესთავაზეს ბოლო 7 წუთში დაცვის ნიქსმა, რომ აი იყო გადამწყვეტი ამბავი და ნუ ბრანსონის კლაჩი ალექსანდრ მოდიოდა ჰარდენსზე. აბსოლუტურად ჰარდენს ათარგეთებდნენ ყველა შეტევაში. ყველა და ვერ გაუძლო მაგ წნეხს. ხო, გადაღლილმა ჰარდენმა თორე დასაწყისშიც განა თავიდან არ იცოდნენ რომ იქ სუსტი წერტილი ჰარდენი იყო. ამას ცდილობდნენ, მაგრამ თუ დააკვირდით პირველ ტაიმში ჰარდენმა კაი დაცვები გააკეთა რამდენიმე მომენტში. სწორი გადაწყვეტილებასაც იღებდა თავიდან, მაგრამ მე ბოლოს მოხდა ასე და ჩემი აზრით რომც მოეგო ეგ თამაში კლივლენდს მოეპარა ეგ თამაში. ყველაფერი მაინც ხო ფავორიტი მაინც ვერ იქნებოდა. მაინც ნიუ-იორკს მეტი შანსი ჰქონდა კიდე, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა ნიუ-იორკს კლივლენდთან წამოეღო მე თამაში, მაგრამ
ერთადერთი შანსი ჩემი აზრით კლივლენდის ის იყო რომ მოპარული თამაშით თუ რაღაც ფონზე გავიდა. და ეხლა ძალიან რთულია. თუ მდგომარეობაში შეჭრა. მაგრამ 2-0-დან დაატრიალა წინა სერია. Game 7 ისეთი მოიგეს დეტროიტი. წინა სერია არ ველოდი ნამდვილად. სახში წაგებული, უპირობოდ წაგებული. მეექვსე თამაშის მერე თუ ჩავიდოდა დეტროიტში და ასე უპირობოდ მოუგებდა. მე სერიამდე ვთქვი რომ კლივლენდი მოიგებდა მაგ სერიას, მაგრამ Game 7-ის მოგებას არ ველოდი. ხო. ძალიან გამკვირდა თან ესეთ უბრალოდ. კი, მეც ვფიქრობ რომ საერთო ჯამში კლივლენდი ცოტათი უკეთესი გუნდია ვიდრე დეტროიტი. საბოლოოდ გამოცდილებაც აქვს და შეტევითი ოფცია. მე სულ ვაწევოდი იმას რომ დეტროიტი რატო არის იქ, სადაც არის თუნდაც რეგულარულად რატო მოიგო ასე მარტივად, თუნდაც სუსტი ის რეგულარული არ იკითხებოდა დეტროიტის როსტერში ეგ ამბავი რა რომ მეორე ოფცია შენი რომ ბებერი ტობაიას ჰარისია და შეტევაში რომ არანაირი მრავალფეროვნება არ გაქვს და მარტო კანინგებზე ხარ ჩამოკიდებული წესით ჯეირენმაც ვერ გაამართლა. ჯურენი კატასტროფა იყო. წლების ყველაზე პლეიოფ დროპერი, ყველაზე პლეიოფ დროპერი. განახევდა კაცი რეგულარულად. ეგეთი დროპი პლეიოფში კაიხანი არ არის. რეალურად კლივლენდს რო შევხედოთ, ხო? მე კი არა გრანტი დატვირთეს ბოლოს იმდენად ცუდი იყო რომ მე-4 ცენტრი დატვირთეს ბოლოს იმდენად არაფერი არ მოქონდა გუნდისთვის ჯურენს რა. და კლივლენდს რო შევხედოთ პოზიციების მიხედვით, იდეალური შემადგენლობა ყავს, კი. უნდა გავიდნენ სუპერფინალში. რეალურად მიჩელი, ჰარდენი, მობლი, ჯარეტ ალენი, სკამიდანაც იდეალური შემოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ მერილიც ტრუსი ძალიან კარგია. ამ დინვეიდს ანუ დინვეიდის არ არის ცუდი როგორც როლფელიერი რა. როგორც როლური მოთამაშე. დინვეიდი სამია ხონდა აგდებდე კაცი ცარიელში. ხო და ხონდა აგდებდე მე ცარიელში ვერ აგდებდები და ეგეთი მაგარი დამცველიც არ არის ეგ დინვეიდი. დამცველი იდეაში არ არის. ხო რატო თამაშობს 30 წუთს ვერ გავიგე მაგ გუნდში. ხო, ნუ ცოტა წყობილი სისტემა. თუ აკვირდებით დინვეიდს აყვანინებენ აი მეტოქის ყველაზე მე მგონი რომ ტაისონს ეგდრო რომ იცე ტაისონი უკეთეს კალორითა არა ცუდი მცველი არ არის დინვეიდი ზოგადად ცუდი კალორიელი არ არის მაგრამ თითქოს ხო ვერ გაიხსნა რა პლეიოფში განსაკუთრებით ტაისონი ცოტა მოხული სტრუსკონა ძალიან კარგი სერია სტრუსკონა ძალიან კარგი სერია დეტროიტთან ჰქონდა ძალიან მაგარი გამოსტელია მეთანხმები რომ იმ გამოსტელია სტრუს ძალიან კარგი მომენტებში აი ეგ თამაში ჰქონდა დაცვაში უმაგრესად იმუშავა იქ რომ ბოლოს ფურთი მოიპარა კანიკებს რომ მოპარა ეს გადამწყვეტი მომენტი იყო ხო აი მიჩელს რო ჩააგდებინა ეგ გადამწყვეტი момენტი იყო და დაცვაშიც არ ელოდა ძალიან გამოსტელია მაიამიდან გამომდინარე ლასერებიც და კარგი შუტერია კლივლენდი გავიდა ძველი სკოლის გამო ფარდეს ანუ გიორგიმ და სამამაც აქედან ისეთი კვერი დაუკრა ჩამოწერეთ კლივლენდი არ წერ მე არ წერ ალექსანდრეს შევატყვერო ჯერ კიდე მე კლივლენდის არ ვარ საერთოდ ხო ვერ წამოიღო რა მოედის უპირატესობა მე რა ნახოთ რა მოხდება კლივლენდში აი კარგი ბონუსი იქნებოდა უბრალოდ რომ წამოიღო უბრალოდ ისეთი თამაშის წაგება ტოვებს რაღაცნაირ ემოციურ ტრანს დაემართა რა ორლანდოზე ვარესი დაემართა სარი თამაში რო წააგო იმის შემდეგ უკვე ვეღარ და ორლანდომ გაფლანგა პირველი ტაიმის შემდეგ და ამან გაფლანგა ბოლო 7 წუთში ფსიქოლოგიურად ნიუ-იორკი წინ არის კი ბევრად წინ არის და ნიუ-იორკი თუ გავიდა და ააგრევენ მიუხედავად იმისა რომ გუნდიც უკეთესია მოდი მაინც გქონდეს აი ცოტა რომანტიკაში შევიდეთ და ბოლო ჯეიმს ჰარდენი ამ გუნდში და კი არის ასაკში, კი შეიძლება იმის ნახევარი არის და დონოვან მიჩელია, რომელსაც შეუძლია 50 ქულიანი თამაში. ის ერთი თამაში არ ქონია ჰარდენსთან, ხო აქ პლეიოფში. დონოვან მიჩელი სერიაში ერთი თამაში ხო უნდა ქონდეს. რამდენიმე კარგი თამაში გამოურია მიჩელს. ის ხოლმე ერთ თამაში ხოლმე მაგრამ კარგი პლეიოფები მიჩელს არ აქვს. ვაღიაროთ. არტი ქონდა კარგი, ხო, ბევრად უკეთეს რეგულარული ქონდა. სტაბილურია მიჩელი. ძალიან სტაბილურია. სინამდვილეს აი რაც ყველაზე მეტად რაშიც გაუმჯობესდა დონოვან მიჩელი რეგულარულ სკულის მოცლევანდელს. ხო სტაბილურობის ხრი რეგულარულად იყო ძალიან სტაბილური სკორერი და ძალიან სტაბილური ასე ვთქვათ ფრენჩაიზი თავის გუნდში რა მაგრამ რაც მე უღალატა თავის თავს პლეიოფში ნამდვილად აგეუნები ჰარდენს ეკნელა ის ერთ თამაში ერთ გაისვის ყველა ვარიანტში ნებისმიერ სერიაში ერთ თამაში ყოველთვის აქვს რომ არანორმალური თვითონ იგებს პირადად ხო ვაღიაროთ ვისაც კალალბურთი ნამდვილად გვიყვარს ყველას გვინდა რომ წერიანი კაც პეტერი წამოიღოს ძალიან რთული იქნება მაგრამ აი ყველაზე მეტად როგორც ალუბალი ტორტს ამშვენებს, ისე დაამშვენებდა ჯეიმს ჰარდენს. ნიუ-იორკი გავა სუპერფინალში და თუ შეხვდება სან ანტონიოს. მე მგონი რომ ნიუ-იორკი მოუგებს. მეც მაგას ძე. ოკლაჰომა მოუგებს. მეც ზუსტად მოყვები მე 100%. მეც ასე მგონი. ხო, ნუ მეორე თამაშზე ბევრი რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ. არა, შევთანხმდით დავაბოლოოთ, ჩავხუროთ კლივლენდი ნიუ-იორკის თემა, რომ
ყველა კალათბურთის გულშემატკივარმა მარტო იმიტომ უნდა უგულშემატკივროს ახლა კლივლენდში კლივლენდის მოგებებს რომ ეგ სერია გაგრძელდეს და კაი კალათბურთი ხო ვისი ამოვნოთ კალათბურთით და თან აღარ გვინდა კიდე ერთი გულდამწვარი და უიღბლო სუპერსტარი რა ფათაშორის ნიუ-იორკში შეიძლება თიქას თუ მოიგო თამაშები სრულიად დასვენებული შეხვდება მე ფინალებს და იქ მომიმიდის და ეგეც რაღაც მეცნეო სუპერფინალი ჩემი აზრით ოკლაჰომა სან-ანტონიო მაინც ხო მეც რაღაც ეგრე ვფიქრობ ხო ბევრი ფიქრობს ეგრე ორიგინალური ვერ იქნება ალექსანდრე მაგფიქსში იმიტომ ყველა ასე ვთქვათ საკალათბურთო გარემოებით შემადგენლობებით დაწყებული და დამთავრებული იმით თუ რა სისტემა შექმნა ერთმა და მეორე გუნდმა საუბრობ ოკლაჰომაზე და სან-ანტონიოზე უკვე გადავედით ასე ვთქვათ ბუნებრივად ამ დასავლეთის კონფერენციის ფინალზე ეს ორი გუნდი არის ამ წუთში სისტემურად ყველაზე გამართული გუნდი და თამაშობს თავის კალათბურთს. თავის კალათბურთს თამაშობს ოკლაჰომა და თავის კალათბურთს თამაშობს. ვიტყოდი რომ განსაკუთრებით მაინც OKC არის. OKC სისტემა და ეს სისტემის ჩამოყალიბების სტადიაშია თან რაღაც სისტემა რომელიც არის ინდივიდის რაღაც უცხოპლანეტიდან მოფრენილი კაცის სისტემა რომელსაც აქვს მინუსები არის მაინც სპერსი და სისტემა რომელსაც თითქმის მინუსი არ აქვს არის OKC. და ოკლაჰომას დიდი პლეიოფში პლეიოფში გამოცდილება ხო სან-ანტონიო გამარჯვებულის მენტალიტეტი და იმას ერთი ბანს იყავს რომელსაც ბეჭდის გემო აქვს მე დანარჩენები საერთოდ გამოცდილება არ აქვს. მაგათ შორის რაც მოხდა პირველ თამაში ჩემი აზრით რა პირველ თამაში მოხდა ის რომ ვემბანიამმა აჩვენა თავის პოტენციალის მაქსიმუმი. ეპიკური თამაში. ასეთი კალათბურთელი ანუ საბოლოოდ ცოტა ალბათ მეტი შეუძლია კიდევ ხო არა მაგის არაფერი არის გამორიცხული მაგრამ უყურებ გრჩება მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომელმაც ხო 42 ქულა ჩააგდო მე 24 მოხდა ხო ანდი პირველ თამაშში თან როგორი კლაჩი იყო თან ხო ვიცით ჩვენ რომ ვემბანიამას დაცვაზე გავლენა არ აისახება მხოლოდ სტატისტიკაში იქ მისი ყოველი ახტომა დაფარებისდაზე არის ძალიან გადაგდებული ბურთი შემტევისგან ხო ვერ შეუტა ერთი ეშინიათ უკან ბრუნდებიან რაღაც მიაქვს არასწორი გადაწყვეტა დაინახა უკან ვიდიან ხო და ამიტომაც მე მოხდა ისე რომ შეიმ ვერ გამოიყენა თავისი კოზირი მთავარი და ნუ არ უჭის პერიმეტრიდან თამაში OKC-ის მაგრამ ძალიან უკვე პერიმეტრზე აწყო თავისი თამაში და აღარ წაუვიდა პერიმეტრში ხო და თუ არ წაგივიდა ხო ეგ არის პრობლემური რა ამიტომაც მე ამიტომაც ვთქვი რომ ის ბევრად პროსისტემურია თქო სპერსი მაგარი გუნდია მაგრამ მეტწილად მაინც დამოკიდებულია როგორ ითამაშებს ვემბანიამ რა და ოკლაჰომა ნაკლებად არის დამოკიდებული შეისთავაზებს ვიდრე ხო ოკლაჰომას ყველა მეორე შემოდის და რაც მეორე თამაში პირდაპირ სადარიგოთ მოუგეს რა მე ვთქვი რომ 6 თამაში მგონია ოკლაჰომას მოგება პირველი თამაშის მერეც შეიძლება ხო პირველ ორ თამაშში თავი პრობლემა რა იყო იცი ფოქსი რო არ იყო პირველ ორ თამაში სან-ანტონიოს ფოქსის გარდა არ ყავს რეალური განთამაშებელი. განთამაშებელი იყო სტიფენ კასლი, რომელსაც ჰქონდა ორ თამაში 21 დაკარგვა. ზუსტად. მაგით ეგ არის. ეხა მესამე თამაში იყო ფოქსი, მაგრამ იმ კოჭის გამო, რის გამოც არ იყო პირველ თამაში, დააბიჯეს კიდე და კიდე მე ნატკენი ფეხით თამაშობდა და კი ქონდა 18 ქულა რაღაცა, მაგრამ მაინც არ იყო ის ფოქსი. აბსოლუტურად გეთახმებ. კესლიზე გადავიდა 11 დატვირთვა უკანახალში და უაზრობურთებს კარგავდა კესლი მე და აი ეგ 21 დაკარგვა უკვე. ფოქსზე ვიტყვი რომ შარშან რაც იყო საკრამენტოში, რასაც თამაშობდა და სან-ანტონიოში რასაც თამაშობს, ჩემი აზრით აჩრდილი არის. ხო, ხო, იმიტომ რომ სისტემის ბრალიც არის. სისტემის ბრალიც არის, მაგრამ იქ იყო ფრენჩაიზ გავა ან ფრენჩაიზ კალათბურთელი იყო უამბიციო გუნდი და ხო იცი მათ მარხევია თამაში. კი, მაგაში ბაზარი არა, მაგრამ ერთადერთი განთამაშებული რო ხარ, ხო? და ეგ გაკლდება მე ბევრი დაკარგვა. ხო, აი მივედით მე მგონი სან-ანტონიოს პრობლემებზე, ხო? განთამაშებული არ ყავს. სან-ანტონიოს პრობლემა არის. ზოგადად აი სისტემა რო არ არის ისეთი როგორიც არის ოკლაჰომა, აწყობილი სისტემა. განვეორდებით რამდენჯერმე ვთქვით, მე განცდა მაქვს რომ შაიცკი რო დაემტრეთ ну რასაკვირველია უფრო სუსტი იქნება ოკლაჰომა, მაგრამ ისეთი შესუსტებული ოკლაჰომა შეიძლება ეყოს ლიგის მოგებას. ხო, რა მთელი წელი თითქმის ხო ახლა ნუ ახლა ჯალენი უილიამსის თუ არ იქნა ის 3 და 4 კაც. შაირო დაილეწოს, არ მგონია რომ ოკლაჰომამ სერია მოიგოს. ხო არა, მე მაქვს განცდა.
ხო, შეიძლება. არ მეც რო მაქვს. ნიუ-იორკ შეიძლება იყოს. ნიუ-იორკ შეიძლება იყოს, კი. მასეთი ოკლაჰომაც. ნიუ-იორკს დიდი შანსია იყოს. ხო და იმდენად ყველა შეუძლია. მე მაინც 7 თამაში მგონია მან. აი, ეხლა თუ ფოქსი იქნება. ეხლა თუნდაც რა მეორე თამაში რა. მეორე თამაში თუ შევხედავთ მოედანზე ყოფი პლუს მინუს ვემბანიამას, ვემბანიამ პლუს 4-ში გავიდა რა. ანუ როცა ვემბანიამ მესამე თამაშზე ამბობ. აი ბოდიში, აი ხო ბოლო თამაში. ამდილის თამაშს რა. ხო. პლუს 4-ში გავიდა რა. ანუ რის ხარჯზე ხო უკვე აქეთ ბოლო თამაშზე გულისხმობ, ხო, უკაცრავ. და ანუ გამოდის რომ აბსოლუტურად რითაც წააგო სპერსმა წააგო იმით რომ ბენჩმა გადაძალა ოკლაჰომას ბენჩმა გადაძალა 61 პონტი რა. განსაკუთრებით მასავს ყველაზე ლიერს განსაკუთრებით მაკინი რა თამაში დადო ხო და თუნდაც მეორე ჯალენ უილიამსი როგორი პროცენტი შევიდა ილუსკა კარუზომ ისევ კარუზო სტაბილურად დასტოინი ღირსეული აი ჯეი მიჩელი ზოგადად საკმაოდ სტაბილური ჯეი მიჩელი ძალიან მაგარი შემცვლელი არის შეიქმნა 5-3-იანი ქონდა 18 ქულით ვიგინსი და სკამიდან ხო მაგარი აი ზია ჯო კეისომოვას ანუ ბევრი აქეთ არის დილან ჰარპერი რო შეადარო და გადაუარა ბენჩმა ბენჩს რა აქეთ არის დილან ჰარპერი დიდი სხვაობა არის სან ანტონიოს და არტერ ბრაიანტი ბავშვი ჰარისონ ბარნსი და ხო და ბებერი ოლინიკი და კამანდა იქეთ ახალგაზრდები კორნე ეხლა ვემბანიამას შემცვლელად ხო წავიდა მიწა მაგას ბენჩის ხვაობა ხო მაგას დამატებული რომ უდაოდ პერიმეტრის დასროლა პრობლემა არის სან ანტონიოს ცხადია ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ყველაზე კარგად მგონი გუნდში მაინც შამპანი ძარო პრეიერია სამყარო გაუტელებში მაინც რო 2 და 24-იანი კაცი ისკრის ყველაზე კარგად გუნდში ხო ეგ პრობლემაა უეჭველი და იქ კესლის სროლა კი ჩააგდო რაღაც ეხო პლეიოფში თავიდან თითქოს არის რომ სულად მაგრამ ჯერთი არ აქვს მოძრაობიდან ვერ ესვრის ეს ერთი პრობლემა უკანახაზელის რო დღევანდელ გავალბურში ხო არ არის მარტო ქესჩენში ხო მაგას უკვე მოძრაობიდან უნდა შექმნა შენივე სროლა ხო და ეგ ხო განსაკუთრებით უჭირს და ისედაც ეხა ბოლო პროცენტი ძალიან გაუქმება არც დილან ჰარპერი და არც კესლი არის გამთამაშებელი ჰარპერი კიდევ უფრო ცუდად ისვრის რა არც ერთ არის გამთამაშებელი კი და პლუს პლეიმეიკინგის უჭირს და ეგ ეთყობა ვემბანიამას გამოყენების ხარისხზეც მაგას ვიძახი მაგუნის თავი პრობლემა არ და ჩაის განცდა რომ ვემბანიამას მეტი უნდა შეეტია პრეს კონფერენცია ნახე ვემბანიამასი რა თქვა არ მინახავს ჩემი ბრალია ანუ მე ვერ ხვდიო ჩემს თანაგუნდელებს უკეთესო მოედანზე და მაგას უნდა ვიმუშაო მაგის გამო წავაგეთო როგორი თამაშია სიგნიჩერის გასახდეში და ხო და მეტი უნდა შეუტიოს აი ამით გულისხმობს საბოლოოდ ის რომ ეს ყურადღება წამოვიდა შეტევაში უფრო დაიხარჯოს ვემბანიამა და განსაკუთრებით პიკ-ენ-როლზე რა და ალეუბზე როგორ შეიძლება რომ ვემბანიამას მე გავაურდებ 2-3 გამოიყრო ვერ თამაში შეიძლება ითამაშოს თითმა ხო სულჩება განცდა რომ ნებისმიერ დაკიდებული ბურთი არის 2 ქულა რა ზოგჯერ ენდვანი რა აი კრისპოლის დონის გამთამაშებელი რო ყავდეს ვერ გააჩერებდა ვერავინ პიკ-ენ-როლი ან ჰარდენი სროპიგები ვერ იყენებენ გამთამაშებლები კარგად ვემბანიამას არა ყავთ გამთამაშებელი წარმოიდგინე ხო ვემბანიამას სამწამეში რას გააკეთებინებდნენ რა და აშკარა არის რომ ვემბანიამა პასებით ვერ მარაგდება ისე როგორც საჭიროა რა აშკარა თვითონ პოულობს იმ ბურთებსაც და კაცი იწვალობს და წინარცებს და იმ სივრცეებს თავიდან ბოლომდე ეგ პრობლემა არის სავარაუდოდ მაგაზე უნდა იმუშაოს სან ანტონიო ფაქტი ერთია რომ სან ანტონიოში არის რაღაცა განძი ნიჭის ახლა თავმოყრილი ვემბანიამას სახით უპირველეს ყოვლისა ასეთი ნიჭი ლიგაში არ ყოფილა ჩემბერლენი მე არ მახსოვს იმდენად რაღაც ისინი მაგ რაღაც რკოლები ნანახი წამები და ხო არ ვიცი ჯაბარის თამაშები მაქვს ნანახი იგივე ჯორდანი ბრაიანტი ლებრონი ესენი რასაკვირველი დიადები ღმერთები იყვნენ მაგრამ ისეთი ნიჭი როგორიც არის და ისეთი არ ვიცი საოცრება ფენომენი 2 და 24 რომელიც გამთამაშებელივით ატარებს და სროლის რელიზი აქვს დიურანტზე ცოტა უკეთესიც კი შეიძლება არა ნაკლები ძალიან ახლოს და რაღაც გავს ის გაცილებით უფრო ელასტიურია ბევრად ეს სადღაც ეს დეკადა აქედან დაწყებული ერთი 10-12 წელი რომ თუ იქნა ჯანმრთელად ეს ამბიჭის და მისი ფრენჩაიზის იქნება ტრამვების მეშინია ეგეთ ყავთ და უყურე ეხლა რაც აბამ თქვა ჰარპერი კასტლი თუნდაც ის ბრაიანტი ძალიან საინტერესო ძალიან მაგარი ბიჭი
ამ კომანდას თუ შეინარჩუნებთ 1-2 მსროლელს მოუყვანდა კარგ გამთამაშებელს. ეგრე სად არის? ხო, ფოქსი. არა, ფოქსი კონტრაქტით ფოქსი წავა და ხდება. მაგრამ ფოქსი შეიძლება გაცვალო უფრო პასზე ორიენტირებული გამთამაშებელი. ფოქს კი ბატონო. ფოქს დიდი კონტრაქტი. და გოგა ბითაძისნაირი დუბლიორი იმას, რა ქვია, ვემბანიამას, ასე ვთქვათ. უფრო დაცვალზე ორიენტირებული. დიახ, რა. კორნეთ არის 3-3-ის დამცველი. მაინც გონია რომ გოგა ბევრად უკეთესია კორნეზე ჯამში. გოგა უფრო ათლეტიკურია. წუთებს არ აძლევდნენ. ხო, ანუ სან ანტონიო ძალიან მაგარი ხვალინდელი და ზეგინდელი დღით გვემუქრება, მაგრამ რამდენად ეყოფა ეს ოკლაჰომას ეხლა ოკლაჰომა წელს უფრო ფავორიტი იყო ვიდრე შარშან. მეც ეგრე მგონია, შარშან და ახლა არ ეყოფა ეს ჩემი ტირადა რასაც ეძღვნებოდა აი ეს ნიჭი ჯერჯერობით არ ეყოფა ოკლაჰომას სისტემას სტილება შვება თავისას. მე ძალიან ავწევდი პროგნოზს მაგ მხრივ რა. მე ზოგადად სეზონის დასაწყისში ამ ხელოფსონს არ ვდებდი სან ანტონიოზე რა. არც არავინ არ მე ვამბობდი რომ პლეი-ოფისთვის იბრძოლებს ეს გუნდი რა თქმა უნდა. ხო და მან ჩემი მეგობარი კუსა გუგუციზე რომელსაც მე ვესალმები აქედან იმტკიცებდა რომელსაც ერთ 2 წლის დაწყებულია კალაურის ყურება რა. არადა. ხო და ეხლა მე ბავშვობი და უყურებ კალაურს თამაშობდი ნაოდ მუშაობ ცოტა ვერ ყვევიო კალაურში და რატომაც არ მეგონა თუ მაგ ხელაზე წავიდოდი რა გამდენი რა. მე-7 მე-6 გასვლა პლეი-ოფში ეგეწვალებით. ზუსტად. პლეი-ოფში. უწინ ვაყენებდი ულაპარაკოთ დენვერს წინ ვაყენებდი რა მინესოტას წინ ვაყენებდი მეც. მასაც კლიპერსას კი რა ცოტა გამხევი ჯოუს რა რო ჩამოვთვალე კაცო ეთეთი გუნდია ხო სტარტი კლიპერს ბევრი აპოზიციონირებდა სერიოზულად რა. ყოველთვის ეგრე ხდება რეალურად რა. ბოლოს მაინც იმედგაცრუება. ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუება. ჩემს უკვე ძალიან დიდი წარმატება არის სან ანტონიო რაც გააკეთა. ძალიან დიდი გამოსვლება მიიღო პლეი-ოფში ამ ვერანაი რა თქმა უნდა ვერანაი და ვერც ლეიკერსზე წინ ვერ ვერცლეიკერსზე. ხო და აი ძალიან დიდი გამოსვლება დააგროვეს წელს უკვე ამ ბიჭებმა ახალგაზრდებმა ერთად თამაში და ჩემი აზრით გაისად კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება სან ანტონიო რა თქმა უნდა რა და უკვე მოკლედ თავისი პროგრამა მინიმუმში უფრო დიდი შანსი ექნებათ. მაგრამ არ გამოვრიცხოთ რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს. წელს რომ მოიგოს ვემბანიამამ ძალიან დიდი სიტყვა იქნება. აბა რა იქნება. წელს დამცველი 22 წლის ასაკში იგებს. ძალიან. მოხარული ვიქნებით ჩვენ პროგნოზებს გინდა აღმოსავლეთში და გინდა დასავლეთში თუ შემოაბრუნებენ კლივლენდი თუ სან ანტონიო და გავლენ ფინალში. ჩვენ მხოლოდ ხელებსაც ავწევთ და ტაშსაც დაუკრავ და ალექსანდრეს დავეთანხმები რომ გულშემატკივრობ ამ უცხო პლანეტელს და არ მეწყინება ნამდვილად თუ წელსვე იმ გრძელ თითებზე წამოიგებს ასე ვთქვათ ბეჭედს რა. კი, ნუ 70%-იანი პროცენტით მე ვიძახდი რომ ილო არ დამეთო ხო ეგრე არ არის. მე მაინც ვფიქრობ რომ ცოტა მედიცინალი ოკლაჰომას ჩემპიონობაზე წელს ხუთლიერია. დიდი შანსია, მაგრამ 50% რომ ხო რო ოკლაჰომა გახდება ჩემპიონი რა, მაგრამ იმ 30%-ით შეიძლება გათამაშდეს რა. მაგალითად შარშანდელ წელს გავიხსენებ, სადაც ლამის ინდიანამ კაცმა არის იყო ერთადერთი მომენტი ჰალიბარტონის ტრამა რომ არა შეიძლება ანაირმა ინდიანამ საპარში გაძვრა აღმოსავლეთში. ჰალიბარტონმა ჩააგდო რაც არარეალური ბურთები. ხო და მაგის გარდა ნეისმიტის და ესმიტმა რა თამაშები დადო ხო და მისგან არველები ნემხარდი და ხალხი რომელიც მერე წელს რა ვიცი თუ თამაშობდა ლიგაში ვერც ვიგრძელდა. ყველა ასაკად საკუთარი სუპერფინალში თავისი იმის მაქსიმუმი და დაემართა იცით რატო დაგჭდა ეგრე შეტაბება იცი რა დაემართა ინდიანას. ხო გატანკეს წელს რა უნდათ მაღალი პიკი. ერთადერთი შანსი იყო თუ მეხუთე ნომრად ამოვიდოდნენ, ამოვიდოდა კლიპერს პიკი ქონდა. მეხუთე თუ ამოვიდოდა, ვერ მიიღებდა ინდიანა პიკს. და ტოპ 4-ში თუ მოხვდებოდა ინდიანასი იყო 4-ვე, ანუ ნებისმიერი. და მეხუთე შანსი იყო ძალიან დაბალი და პირველი ნომრის შანსი ქონდა 14% ძალიან მაღალი. და მეხუთე ამოვიდა და პიკი არა აქვს ვაფშე წელს. აი და მაგითო გატანკეს. ხო, ხო, მაგითო კარად მაგითო დაისვენეს ხო. ხო, ანუ ყველა ანუ ბევრი ელოდა რომ პირველი პიკი ექნებოდა საერთოდ. ახლა როგორ ინდიანამ დაგვანახა რომ ოკლაჰომასთან თამაში შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, აბა რა. ტრაიკ ისე დაიწყო ჰაიტაი 4-3-იანი ქონდა. ინდიანას ტანგინაცაში ჩაუვარდა. 4-3-იანი ქონდა.
ერთადერთი გუნდი რომ ჯანმრთელი ბოსტონი თუ შეხვდებოდა ერთადერთი შანსი. მაგას ვიძახოდით. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა ტეიტუმის ტრავმაც. განაპირობა ტეიტუმი რო ყოფილიყო. ხო, არა და ტეიტუმის ტრავმა კი განაპირობა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უცნაური რაღაც მოხდა, იმიტომ რომ სეზონის დასაწყისში ბოსტონისგან ზოგადად არ ველოდით და ხაჟე ველოდით რომ დაისვენებდნენ რა. მეგონა გადანგავდა. ხო, მაგრამ საბოლოოდ ბრაუნს რადგან შეერ ბრაუნს და ეგოისტ ბრაუნს რადგან მიეცა ის შანსი რომ დაემტკიცებინა ხალხისთვის რომ მთელი ცხოვრება მეორე კაცი კი არა და მეტიც შეუძლია. უნდა რომ პირველი იყოს და ვიცით მისი ეგოიზმის შესახებ. თიანიში. ხო, არც მე არ ვიცი, სადაც ტეიტუმი ეგ ბრაუნს არასდროს პირველად არ ჩავთვლი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში MVP სეზონი ჰქონდა ტიპს და უმაგრესი სეზონი ჰქონდა და არა მარტო ბრაუნს, პეიტონ პრიჩარდმა უმაგრესი სეზონი დადო და ზოგადად სხვებმაც სისტემური კალათბურთის აჩვენეს. ვაიტი რა კარგი იყო მთელი რეგულარული. საუკეთესო სეზონი ჰქონდა რეგულარული. კარგად თქვი, რეგულარული იყო, კაი. მაგრამ პლეიოფში ეგეთ რაღაცა მაგაც არ დამართი არასდროს და დაემართა. და ჩემი აზრით სრულიად უსისტემო, გადაბერებულ და დაშლი. სუდ, მე არ ვთვლი რა. ფილადელფია სუდია, არა. Sixers-ი არის ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ჯოელ ემბიდის პერსონალური გულშემატკივარი ვარ რა და ემბიდი ჩემთვის საკმაოდ ჯერთხელ ტრაგიკული ტიპია რა ამდენი ტრავმებით. და მეორე მე ემბიდსაც ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ზოგადად ეპიდემიოლოგია. შეტევა აქ რაღაც არ ხო, არის. შეტევაში ასეთი მრავალფეროვანი ცენტრი შემტევი მე არ მახსენდება. მაგრამ ასეთი უსისტემო გუნდი ბანდა ხო უსისტემო გუნდი იყო. ფილადელფია და მე 4-0-ს არ ველოდი, ანუ ბოსტონი გააგდეს. ხო და მეთქი ნიუ-იორკთან რაღაცა იჭირდა. ნუ რაღაცა უშაშო წავიდეს. ზუსტად. ხო, მან ცოტა უშუალოები დადლიავდა კი მაგ მხრივ რა. და სავარაუდოდ კალათბურთისთვისაც ჯობდა რომ ბოსტონს მოეგო. მეც უფრო საინტერესოა. ახლა ბოსტონი ახსენეთ, რაღაც წავიკითხე, რომელიღაც ინსაიდერებს ჰქონდათ, რომ ბოსტონს ურჩევდნენ გოგა ბითაძე დაატრეიდეთ ისეთნაირად, ბითაძე წაიყვანეთო და კეტას მაგარი დუბლიორი გეყოლებათო და გაუბრაზდი, შენზეც გაუბრაზდი და ვაფშე ბოსტონზე და ავერბახზე და ჟეცხონებულზე ბიჭო, კეტას დუბლიორი თუ უნდა იყოს გოგა ბითაძე და არ ყოფილა საშველი. დავიჯერო კეტა უფრო ისეთი ვენდელსაც უკეთესი ცენია მაგ ვენდელსა. ხო, აი, ავიღოთ რა კეტა და ბითაძე რო ავიღო შევადაროთ ერთმანეთს. მე როდეს გითხარი ეგ შენ გახსოვს გიო? რა ვიცი, კეტას ადგილზე რო ყოფილიყო ბითაძე ამ სეზონში უკეთესი ციფრები დავიდო. მე ვფიქრობ, რომ იმიტომ არა რომ ქართველი ვარ და იმიტომ არა რომ გოგას. ხო, არა, ზოგ ყველანაირი ეგოიზმის გარეშე. შეულებრივად ვფიქრობ, რომ არა მარტო კეტას, არამედ მე რო ვიყო გუნდის GM-ი, ვისი დუბლიორის არის ორლანდოში და ხო ვიცით რომ ვენდელი კეტაზე უკეთეს ცენტრად ითვლება ზოგადად რა. მე ვენდელზე უკეთეს ცენტრადაც ვთვლი გოგას. სადაც მეთვლი ყველა. შეიძლება შეტევაში ვენდელი ცოტათი უფრო მრავალფეროვანია. პოსტებში და რაღაცეებში კი ბატონო. პოსტებს ეხლა ვენდელის პოსტებს რაღაცა ბითაძე ვაფშე ცოტა უფრო მრავალფეროვანი ალბათ რა. ცოტა უფრო სწრაფი, ცოტა ფართანა ცოტა უფრო ზუსტად ხო. ხო, და არა ბავშვობაში უკეთესი იყო მან სინამდვილეში რა, მან მოძრაობებში, რატომღაც მე თვითონ უფრო შეიბოჭა შეტევაში. ან შეიძლება მეტი აქცენტი დაცვაზე გააკეთა და იქ მიაკლო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გული რაზეც წყდება, გოგა საკმაოდ მაღალი სათამაშო IQ აქვს და პოსტიდან რატო ვერ განვითარდა შეტევაში, ასე ვთქვათ, რატო არსენალი რატო არ გაამრავალფერა? არც ერთ გუნდში ოფცია არ გავდა. არც ერთ გუნდში მასზე კომბინაცია და ესე ბურთის ჩატანა კომბინაცია არამედ ინდიანაში. ნაპოვნი ბურთებს ყრის ვენდელი 0 იყო, მაინც ტოვებდა. ხო. ანუ 20 წუთს იღებდა ვენდელი, ქონდა იქ ორი. ეგ როგორც ვიცი, NBA-ს საორგანიზაციო ესე ვთქვათ ის არის რა ქვია ნიშანი რა ტრენირო კონტრაქტში წერია რომ მე რომ მოვდივარ მე 36 წუთს თამაშობ პირველი მეოთხედი ამ წუთამდე ყველაზე რეგრესირებული კალათბურთელია ვენდელი ერთ-ერთი ხო ის და 10 ქულით აქვს ევერეიჯი შემცირებული ბოლო წლებში და ანუ მიდის უკან და უკან რა ხო და მე ვფიქრობ რომ გუნდისთვისაც კი ვენდელის ნაირ კალათბურთელს მიჩვენია ბითაძის ნაირ კალათბურთელი, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესი ეფექტური სამწამიან ძველი კარგი ციფრებს ხოლმე, აი მახსოვს ამდენჯერ გამოსულა გოგა დაცვიდან შეტევაში ყველაფერი გავაკეთე. და ვენდელი იყო თავის გუნდში აშკარად დაცვაში ხშირად სუსტი რგოლი რა. ჩვენ ამდენჯერ ვახსენეთ, აი გოგასთან ის დრო ეძდება ყოველთვის, როცა გუნდს ემტრევა, ანუ ტრავმირებული ყავს თავარი ოფციები აი ჩანაცვლება გოგა კარტერი კი არა ვაგნერიც და ბანკეროც რო იყო დამტრეული
მაშინ ორლანდო დებდა იმაზე არანაკლებ კარგ შედეგებს მოგებებს ვინემ ამ თელი როსტერი ხო მან რო ჯდება გოგა და აი ეს მეორე ისინი ტიპები უფრო აი ბლეკი და სკამიდან დასილვას მშვენიერი ისინი ქონდა ხო ხუთეულში ჯდებოდა ხო და უბრუნდები ანუ მეთახვებით რომ ბოსტონში კეტას დუბლიორობა გოგასთვის მე მენანება რა იანის უნდა იწერება ბოსტონში გადატრეიდებაო იანის მე მინდა ბოსტონიო ხო იანის მე ჰიუსტონში მინდა რომ არ გათხოვოთ მაგრამ ყველაზე დიდი პეკეჯი ანუ ყველაზე დიდი შესთავაზოს მაიამის აქვს მომეწონა სტარტზე ყველაზე დიდი პეკეჯი მაგარი ხო დასაკვირველი ხა შეგედა საბამტამოწია იანისი ყველას გვინდა ასე ვთქვათ რომელ გუნდსაც ვალეშიკობთ და ვინ იტყვის იანისზე უარს მაგრამ გუნდების 80% ისეა გადატვირთული მაიამის აქვს ყველაზე დიდი თუდება ხო აი ვინ რას შესთავაზებს ეგ არის თავარი მაშინ უნდა გაცვალოს სულ ყველა გოლდენ სტეიტსაც თუ უნდა ხო მაშინ უნდა ადგეს და თელი როსტერი უნდა გაცალოს პიკები მომავლის რაღაცები უნდა გაცეს და გოლდენ სტეიტი ვერაფერს ვერ შესთავაზებს რა უნდა შესთავაზოს აქ არის ბოლო წლები და იქნება რამენაირად იანისი მაგაზე იყო ისე შარშან წინათ საუბარი რომ ხო იანისის მოყვანა რანგოლდოს ტრამვები დაჩენდა იანის ხო და ეგ გართალი ვერ არა მე ტრამვებს არ ვაბრალებ მაგრამ მე ვაბრალებ იმას რომ მილვოკიში თამაში აღარ უნდა უკვე რა ბევრჯერ გაიფაქცა დაწერეს კიდეც რომ იმიზეს ჯეილენ ბრაუნი თავს ზოგავდა პირველი რაუნდის პიკი არა ჯამთელია დამიჯერე უბრალოდ აღარ უნდა რა მილვოკი რა შეიძლება მაიამი რა შესთავაზებს მაიამი არ ვიცი მაგრამ ბოსტონზე წავიკითხე რომ ჯეილენ ბრაუნი ორი პირველი რაუნდის პიკი და პრიჩარდი არ გონია რომ ბრაუნი გაცვალა მოგ არ უნდა მან პატარა სკანდალივით გაიჩიტა თუ არ ვწდები ტრეისი მაგრეიდი არის თურმე ბრაუნის ჯეილენ ბრაუნის ახლა მეგობარი რა და მის მენტორი და ასე შემდეგ წავიდნენ ერთად კაცო ხო და თუ არ ვწდები არ უნდა მეშლებოდეს წესი მე მგონი ტიმა და ასე ვთქვათ ტრეისი დაწერა რომ ბრაუნი უკმაყოფილოაო რა გუნდშიო რაღაცეებითო რა და იქ სტივენსმა ახშფოთა მაგაზია თქონდა GM-მა და სტივენსთან გენიოსი იქ ბრაუნს მე ახსნა გამარტებებისაც ისინი მიცემა მოკია რომ არაო მე არ მithქვამს ეგეთი რაღაცო და როგორც იწერება ჯერ მასე მთლად სააშკარაოზე არ გამოვაქვთ ეგ ამბავი მაგრამ ბოსტონს უნდა ბრაუნს აუ ეგ თუ დავატრეიდეთ იანისში აი როგორც ხდები უნდა გაცვლა იანისი ტეიტუმი იქნება პირველ რიგში რაღაც მის ხასიათისგან გამომდინარე ანუ რა უნდა ანუ არ არის ტეიტუმზე უკეთეს კალაბურთელი ვერანაირად ანუ ვერც დაცვაში ვერც პლეიმეიკინგით ვერც ჩემთან ანუ ვერანაირად ვერ არის ტეიტუმზე კაი კალაბურთელი რა უნდა ანუ ბრაუნის თამაშიც უნდა დაამტკიცოს რომ პირველი ოფცია ხო ვერ არის ტეიტუმი ჩემთვის უფრო დიდი აბა რა არის ანუ ტეიტუმი არის გუნდის მოტივატორი. რა მოხდა ხო? ანუ გამთამაშებელია პასაკეთი და ეს არის ეგოისტი ტიპი, რომელიც მარტო სანამ იყო ბრაუნი, უფრო ეფექტური იყო მის თამაში, იმიტომ რომ მარტო იყო და მიქონდა ყველაფერია ტეიტუმთან ერთად თითქოს უფრო ნაკლებად ეფექტური გახდა. ხო, მარტო არაფერს ვერ იზავდა პლეიოფში. ანუ ბეტმენობა უნდა და რობინი ტეიტუმი არ არის თან ეგ ტიპი, და სულ რობინი ტეიტუმი არ არის ეგოისტი ტიპი საერთოდ. თამაში არ არის ბრაუნი. არა, ბრაუნის გამოტანილი, აი იშვიათად მინახე, მიცემ უნდა დაამთავროს. არა, ხო, ვეჟიზება ტეიტუმი ანის იქნება ბომბა იმენა. კაი, ჩემო ბატონებო, ესე იგი NBA-ზე საუბარმა წაგვიყვანა დაჟე შევიჭურიტეთ ზოგიერთი გუნდის გასახდელშიც. ყველაფერი NBA-ზე ის ბოდიში და ყველაფერი NBA-ზე იყო ეს კითხვა, არ ვიცი რომელმა მოავზადეთ ეგ კითხვა, რომ აი ჯეილენ ბრანსონი თუ კარმელო ენტონის რომელსაც უფრო დიდი ლეგასი ნიუ-იორკში ისისთვის რა ეგეც საინტერესო კითხვა იყო ძალიან სწორად შენ და მე ვფიქრობ რომ ბრანსონს უფრო დიდი ლეგასი ხო აი მე და საბა ხო აი თუ შეგვიძლია და სუპერფინალში გავიდა კითხო იმიტომ რომ კარნელოზე ხარ რო ვისაუბროთ კი უმაღლესი დონის შემტევია ქონდა პრაიმ წლები ძალიან მაგარი მაგრამ ესეთი მიღწევა ნიუ-იორკში რაც ბრანსონს აქ არ ქონია ხო მაგრამ სახე იყო უფრო და ის მაგრამ მე მოყვები თუ პლეიოფში გავიდა პლეიოფში რა გავიდა სუპერფინალში თუ გავიდა შეიძლება ხო ნუ კარმელო და გიორგი ვისაუბრეთ კარმელო იყო თავის დროზე ლიგაში რომ მოვიდნენ რამდენიმე წელი კარმელო და ლებრონი იყვნენ როგორც მესი და რონალდო ანუ კი ბატონო იმაში გეთანხმებით აბსოლუტურად რომ თუ სუპერფინალი დაიდება თუ
ბრანსონი იმ ნანატ ჩემპიონობას ახლა ბეჭედი ყველაფერს წონის პატარა მაშინ კარმელოს და იუინგს დაუდგავენ ამ კაცს იუინგს უეჭველი ჩავაშიშებს კარმელოს თელი ამბავი რა და ჯერჯერობით გავლენა ლიგაზე რაც კარმელო ენტონის ჰქონდა ჯერჯერობით ბრანსონს ეგ არ აქვს და არის ნიქსისთვის კი საყვარელი ტიპია ნიქსისთვის უკვე გულშემატკივრისთვის ბრანსონი მაგრამ კარმელო სახე იყო ძალიან სახე იყო ნიუ-იორკის სახე ნიუ-იორკის არა უფრო ლიგის სახეც იყო ბრანსონი ლიგის სახე ჯერ იმდენად ვერ არის ჯერ კიდე კარი ლებრონი დურანტი ირჯებიან აგერ იოკიჩი დონჩიჩი შაი ესენი არიან ბევრად დიდი ტალანტი და ბევრად დიდი მოვლენა იყო იქ და ხო და კარმელო იყო ლებრონ ცოტა დაუფასებელიც არის ბრანსონი დაუფასებელი არის. თავი თვითონ უნდა დაიფასოს ალექსანდრე, აი გააკეთოს გასაკეთებელი. რახან გიორგი, ნიქს ბევრი დაუფასებელი გაუგებელი ხო? რახან შევეხეთ. ეს კითხვა წამოვიდა აი იმ გვერდიდან, რომელსაც ქვია ყველაფერი NBA-ზე. რამდენი წელია გვერდი ფუნქციონირებს ალექსანდრე? ეგ შევფენით 2017 წელს თებერვალში. გაისათ 10 წელს დეკადას შეასრულეთ. ზუსტად იმ დროს შევქმნი, როცა დურანტი გადავიდა Golden State-ში, მოიგო ფინალების MVP. ხო, ნუ დასამალია არ არის რომ ალექსანდრე დურანტის ფანია და დასამალიც არა და გასაკვირიც არა. კალადბურთი გიყვარდეს და დურანტის კალადბურთია არ მოგწონდეს და არ აფასებდე. ამით ცხადია ძირფასო გულშემატკივრებო არ ვაკნინებთ იმ კაცს რომელიც ასე ვთქვათ დურანტის მეორე მხარეს დგას და ცხადია როგორც თავი კარიერით და ამბავით წინ არის მათ ვაღიარებ ბარეულზე ხო ციფრები პრობლემა დურანტის სათამაშო ესთეტიკა უფრო სიამოვნებს უბრალოდ და არა იმას ვამბობთ რომ აი დურანტი უფრო დიდი კალათბურთელია ვიდრე ლებრონ ჯეიმსი მაგრამ იგივე პასუხი არ მოდის ლებრონის ფანების და სამწუხაროდ რა ლებრონის ფანების გამოდის პირდაპირ ჰეითი დურანტზე და თვითონ ესა ნიოდაჩნიკი მოიგებს რა ეს დროს მე ზოგადად კალათბურთის გულშემატკივარი ვარ და მე ესე გარყავს მასე არ მემართება კალათბურთელებს რო რაღაც მაგრამ მე მინდა ვაღიარო რომ დურანტის სათამაშო სტილი უფრო მომწონს ვიდრე ლებრონის მაგრამ ლებრონს არ ვაჰეითებ მაგის გამო შეიძლება რაღაცებზე ვაკრიტიკებდე, მაგრამ იმიტომ არ ვაკრიტიკებ, რომ დიურანტი მიყვარს. აი, იმით თავის რაღაცა ხასიათის, მაგალითად იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ 42 წლის კაცი გამოდის და იქ პრეგეიმის რაღაცა დენს რაღაცა ანუ უკვე აღარ შეშფოთე. მე რა დავიწყო? სტუდიაში მე რა დავიწყო? ბიჭო, არ გიხდება რა, ლებრონ ჯეიმსი რო ხარ და ის რაღაც მეფე ასე არის. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად თამაშია. მე შვილი მოიყვანე რაღაც გუნჩი და მიდი მამამ გენაცვალოს და რაღაც ელეიზია ლაპარაკი რა. და თვითონ რო დაიწყო. ხო არ არის რაღაც. ძალიან მაგარი, თვითონ რო დაიწყო მეფე. მოდი დიურანტი ვახსენეთ და არ შევეხოთ ჰიუსტონ როკეტსის წლევანდელ სეზონს და ამ სერიას და თუნდაც იმ დრამას რომ რა მოხდა ჰიუსტონში კაცმა ითამაშა მთელი სეზონი მგონი 4 თამაში გამოტოვა 78 თამაში ატარა 4 თამაში გამოტოვა ამ ხელა სეზონში 2005 ჩა 40 წუთებს დებდა ძალიან მაგარი სტატისტიკა და ძალიან მაგარი დათვა როცა საჭირო იყო მაშინ ტრავმა და ისეთი რაღაცა სულელური ტრავმა მისიანი დაეჯახა მგონი ისონი დაეჯახა სახურების დროს ისონი ბარჯირსი ხო და ერთადაც ვიტყვი რა ლეიკერსი ჰიუსტონის სერიას მინდა შევეხო დონჩიჩის ტრავმა უკვე წინასწარ ვიცოდით ყველა და დურანტის ტრავმა იყო უცებ ანუ სიახლე იყო ჩვენ გვინდა და გვენახა დურანტი ლებრონის დუელი გასაკვირველია ყველა სამბათ ხო იმიტომ რომ 2017 ფრანკის მერე ეს დუელი არ გვინახავს მე ერთადაც ვიტყვი რომ დონჩიჩთან ერთად ლეიკერსი იყო ორენჯ ფაულტი, მაგრამ დურანტი რო ყოფილიყო ამ სერიაში. ჰიუსტონი გავიდა. მეც გეტყვი. დურანტის გარეშეც კი იყო შანსი. იბრძოლა როკეტსი. მე ვიძახდი რომ დურანტის გარეშეც კი რივსის და დონჩიჩის გარეშე მყოფი ლეიკერსი მაინც იყო აუთსაიდერი მაგრამ. ხო, იქაც ხო იყო ეს სულელურად გატანებული, მოგებული თამაში. მაგრამ იყო რა, ჯამბარის შეპარდმა რაც გააკეთა იყო ორივე დასახვეთი. პრობლემა იყო განმანშებელი რეალურად. ბურთის გადმოტანი არის. ვარვლეთი არ ყავდა ალბათ ხოებშონერი გონი. მაგრამ ეგ ყველას ავიწყდება, დიდი ხანია ტრავმა აქვს და მაგის გამო რამხელა როლი ქონდა ვანგლიც მაგ გუნდში. ჯერ მარტო ტორონტოში იმხელა როლი ქონდა სუპერფინალში, ის თამაშები ჩაატარა, რომ მაგ
გუნდისთვის იყო გადამწყვეტი, იმიტომ რომ აი მან დაეთყო თუნდაც ის ტრავმით რო ითამაშა კეიდის ერთი თამაში, მარკუს მარტის და იქ და მაგით რო ასკვნიან რომ სერია ჩააბა. უყენებდნენ რა და ორბაკი დაცვას რო უყენებდნენ კეიდის. ასე თქო ვერ ენდობოდა უკანახას რა. ხო, ვერ ისროდნენ. თუ რო გამოუტანა 2-3ჯერ იქ რავი რაღაც აგური ისროლეს ტიპებმა და მე უკვე მივხვდა ტიპი რომ ასე არაფერი არ მოხდებოდა და ასე ვთქვათ იქ რომ ანვლით იყოლოდა როგორც მინიმუმ ჰიუსტონს გაცილებით რომ ანვლით რომ მე გამთამაშებელია იცი მე სპორტსაც აკლია თუნდაც ეგეთის ხო მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ის არის რომ მაგის გარეშე შეიძლება ჰიუსტონს ვერ ვიხილებ უბრალოდ ის სერია რაც ჰიუსტონი ჯამთელი მოდელს ძალიან დიდი რამე დაკარგა ამით ზოგადად კალათბურთის 78 თამაში რო ჩაატარა ეთქი მეგრისა თქო ჯამთელი დურანტის ყოფნა ნუ ხო ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო კალათბურთელია მაინც ამ სუპერსტარებს შორის აი ჯამთელობა რო კონდეს დურანტის ისეთი როგორც ლებრონს აქვს ნუ რაღაცა საუბარი ლებრონ ფიზიკით რა თქმა უნდა დურანტს ნიჭით ტექნიკით ფიზიკი და ხასიათი რა აი გამარჯვების ხასიათი აი ასაც მეტი არის ლებრონ ჟილკას ჟილს ეძახიან ტექნიკით და სულთა სისხლის კალათბურთით ტიპი ვერ გაძღა ბიჭო წეგანო ამბობ რომ ამ ხნის კაციო ის ტიპი ვერ გაძღა კალათბურთით და ყველა თამაშზე ეგრეა რა ეს რო ლებრონს აქვს ეგ არის რა კრისტიანოს გავს მაგით ხო აი იგივე ტიპები არიან ხო და რავი ანუ კრისტიანო გონი გულშემატკი ვარსაც უნდა რა კრისტიანო გირჩევნია მეც ფეხბურთში მეც ჭველი კრისტიანო ლებრონს მირჩევნია ლებრონს კი კალათბურთში შენ პას ეუნები როგორც ათლეტი რომელი გირჩევნია კრისტიანო მირჩევნია შენ როგორც ათლეტი რაღაც ძალიან მაგარი პარალელია რაღაც ორივე არის უმაღლესი მატრაკოცა კაცი კრისტიანო ში ჯონ ჯონსი მოუგებს რა და თუ ფეხბურთის თამაში ლაპარაკობ მესი ბევრად ათლეტს გეუბნები შეჩემა რა გინდა შტანგას ალახაძეზე უკეთესად ვერცეთი ვერ წევს ატრაქციო ასე ფეხბურთზე კარგად ვერ ცურავ მოდი ახლა მეგობრებო ჩვენ ოვერტაიმთან არა მაგრამ სადღაც ვიქნებით 48 წუთის მიწურულზე მისული და სიტყვას გავაქციეთ, გავიხუმრეთ კიდეც ყველაფერი. ამის ფონზე ახლა ოთხთაფინალი რომ მიდის გაგანია. ევროპულ დიახ, ევროლიგაზე. მაგაზე უნდა შევჩერდეთ და რამდენიმე წუთით ვისაუბროთ ევროლიგის საქართველოში მოგესალმებით. საინტერესო ევროლიგა გვაქვს ნამდვილად და იყო ორი თამაში არის საინტერესო. ხო, არის საინტერესოა ზოგადად ოთხთაფინალი, მაგრამ მოხდა ისე რომ ნახევარ ფინალები ეს ოლიმპიაკოსია ის აბიტაიმებით ვიხილეთ ორივე. ხო, ფაქტობრივად წავიდა ისე რომ მესამე პერიოდშიც კი უკვე ვიცოდით ვინ იგებდა რა. ზოგადად ფენერბახჩემ პირველ 5 წუთში წააგო თამაში. პირველი ბურთი მეშვიდე წუთზე ჩააგდო. რეგულარული არ იყო მორჩენილი, ანუ აზრი არა აქ ამ ოლიმპიაკოსთან. ანუ ფენერბახჩესა და ოლიმპიაკოს შორის მართლა დავინახე ის რომ აი კაროჩი ძალა აღმარცხნავს აი რა გინდა როქნა რა ეგეთი დავიწყება დამჭა ისეთი კალათბურთელები გამოიყვანა სკამიდან ოლიმპიაკოსმა უკეთესი ხუთეული გამოიყვანა ევროპაში სკამიდან მაგრამ ტურნირი გამოვიდა მოგებულ თამაშია სადაც გამოიყვანა მეოთხეში რაღაცა ვიგზენი რომ არაფერი არ ქონდა იმისთვის ფენერბახჩეს თან არ დაივიწყოთ რომ ჯერთი რომ რუსტერიც კი ყავს ფენერბახჩეს და რამდენიმე გუნდს ნორმალური შემადგენლობები ყავს, მაგრამ ოლიმპიაკოს ყველაზე უკეთესი რუსტერი ყავს და თან არის სახლში თამაშობს და ეს არ გეგონოთ ეხლა იმაში არმანი რომ მილანში თამაშობს და ან ისა რა ქვია მონაკო რომ იმაში რა ქვია სამასკაციანი მონტეგარლოში თამაშობს რას ლაბარაკობთ ეხლა ოლიმპიაკოს ეთამაშება ჩემ ამ ტერმა მის დარბაში იგი ეგეც ფაქტორია და ეს შენგუნი იყო გაგრას თამაშზე. კი, შენგუნი დააფარეს ბერძნებმა, მაგრამ ამოავსეს იმენა. სასწაულები უკეთეს და. ნუ ფინალი იქნება, იქეთ რეალმა ვალენსია, რომელიც იყო ძალიან კარგი ფერი აი იმ პალიტრაში, რასაც წლევანდელი ევროლიგა ჰქვია. ძალიან ხალისიანი, ძალიან ისე თვალსასეირო კალათბურთი და მე უმაგრესი სერია. ანუ ევროლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი
პლეიოფის სერია დადო ვალენსია პანათინაიკოსმა. ვალენსიამ სახში წააგო ორი უმაგრესი ქულაში ოვერტაიმიანი თამაშები და ჩავიდა და ორივე წამოუღო და მერე სახში დაჭედა ეს და ზოგადადაც მეორე ადგილზე გავიდა და ძალიან მაგარი გუნდია. ანუ ისეთ ხმაურიანი გრანტები და ნანები და ვიღაცები ხორტონ ტაკერები არ ყავდა, მაგრამ ამ მონტეროებით და ვიღაცებით უფრო usახელო ტიპებით. ხო, უმაგრესი ძალიან ლამაზი თან და ძალიან მაგარი კალათბურთი შემოგთავაზა და დამკვდა გული რეალს, რომელსაც ბუკმეიკერები აშკარად ამ თამაშში ფავორიტად არ თვლიდნენ, იმის გამო რომ ჯერ ერთი რო ცოტა ისეთი გადაბერებული გუნდი და ისე ვერ ქონდა კაი სეზონი და მე ტავარეში და ლენი ორი მთავარი ცენტრი მეფარე აღარ ყავდა გუნდს და ერთ გარუბას იმედზე იყო იმაში და შემცვლელიც კი აღარ ყავდა. ხო, უცნაური იყო ასე მარტივად. ისე მოუგო და ისე თავისუფლად მოუგო, აგვიკვირდა. ხო, ფინალი გვაქვს. ეგეთი დიდი სხვაობა მე დიდი ფავორიტი არის ოლიმპიაკოსი. აი, დაველოდოთ როგორ გამართლდება გიორგის პროგნოზები. ხვალ ვამბობთ, აი ჩვენი ეს პოდკასტი უკვე აიტვირთება დაახლოებით მაგ თამაშის სადღაც წინა წუთებში. და მეგობრებო, ჩვენ არ ვასრულებთ პოდკასტს არასდროს, ჩვენ სტუმარს არ ვუშვებთ ჩვენი პოდკასტის და თუ არ გვეტყვის, ესე ვთქვა, გაგვანდობს თავის პერსონალურ ხუთეულს. ასე ვთქვათ, ხო. all-time ხუთეულს და ამ თავის გემოვნებას, ასე ვთქვათ, კალათბურთზე, რა. ანუ შენ ხარ პოპოვიჩი ახლა? უკვე, ხო, გადავიდეთ მაგაზე, რომ აი ხუთეული ალექსანდრეს all-time ხუთეული NBA-ის როგორ გამოიყურება დავიწყოთ პოინტად. კარი ყოველ ვარიანტში. შუთინგზე ჯორდანი 2 ნომრად, 3 ნომრად კეიდი, 4 ნომრად ლებრონი და მეხუთე ნომრად ძალიან რთული. ჯერ მეხუთეა ყოველთვის ყველაზე რთული. ყველაზე რთული, იმიტომ რომ რაღაც ჯერჯერობით 4 კაცი ჩემი ხუთეულის შაკი, მაგრამ ჩემთვის ესთეტური კალათბურთი რადგან წინგას ზიდრი ჰაკიმი. ოკეი. სასწაული ხო? ჰაკიმი. ამაზე უკეთეს ხუთეული. არა ჯაბარი. არა ჯაბარი არა. ჰაკიმის ბლოკშოტები, გავლენა კი, მაგარი. აი თუ ხო, two-way player მე ვფიქრობ, რომ ესეთი დაბალანსებული ხუთეული არ არსებობს. ხო, ისე ლოგიკურადაც ისე გუნჩი დიურანტი როცა ყავს, ლებრონი ყავს და ჯორდანი ყავს. ჰაკიმი ჯობია, ვინემ შაბი და ჯაბარი. ეს ხუთეულები, მაგ ხუთეულებს ჩვენ მაინც არ არა, სიმბოლურია და მე მაინც შაკს ვამბობ ხოლმე რა. ჩემთვის შაკი იმდენად მე კარიმს ვიზახი. დიდი სახელია NBA-ში, შაკილონი მაინც რო დიდი სახელია ჩემთვის. ძალიან ბევრი ამაში დავემთხვით ჩვენ ახლა და ჩვენი სტუმრებიც კი თითქმის 80%-ით მოყვებიან ამ მეჯიქს ვაფასებ, არა, ჩემთვის სტეფი უფრო დიდი კალათბურთელია. ობამა რა თქვა? ბარაკ ობამამ თქვა ეს ხუთეული, კარი, ჯორდანი, დურანტი, ლებრონი და ჰაკიმიო. გემოვნებიანი კაცი ყოფილა. სმოლზე ლარი ბიორდს მიდარებენ კეიდის, კი ძალიან დიდია ლარი, მაგრამ კალათბურთი შეცვლილი არის. მოიმა ტრასის რა. მეც დურანტს დავარენებთ. დურანტი ჩემთვის უფრო დიდი მოთამაშეა. ფაულს არ ვეხები ლებრონი, ყველა ვარიანტში დანკანი, კი, არგია, მაგრამ კეიდი, ლებრონი, კარი, ჯორდანი, ჰაკიმი არის ჩემთვის აი იდეალურად გამართული ხუთეული. კი, გეთანხმე. სმოლზე დურანტს თუ ვინმე შეაჯიბრებ, ისევ ლებრონს თუ ჩამოწევდა, ძინებორვარია თქვა ტიმ დანკანს. მე არიბერტოს შევაჯიბრებდი ზოგადად ესე, ან მე იმას არ ვიტყოდი რომ რაღაც არ არის რაღაც არ აქვს არგუმენტები იმ ხალხს ვინც ამბობს რომ ლარისა შექმნა დინასტია ბოსტონში და ასე ვთქვათ დომინირებდა დიდი ხნის განმავლობაში მაგრამ მეჯიკმა კი ბატონო ეთახები მაშინ კალათბურთი საკმაოდ რთული პერიოდი ედგა ხო ლარი მეჯიკი იყო რაივალი ხო და ასე ვთქვათ ლარიმაც გარკვეულწილად ახალი შტიხები შეიტანა კალათბურთში შეიტანა მისი ინტელექტით თუნდაც თავის როლის რევიზით და რავი თეთ ტიპს რო შეუძლია არანორმალურად ინტელექტუალი კალათბურთი რა მისი პასის კულტურა ხო ინტელექტუალი ძალიან დიდი IQ ჰქონდა ხალხი იყო ძალიან შეიძლება არ ჰქონდა რაღაც სკილები სკილფულ არ იყო როგორც კეიდი არ იყო ეს სისტრაფით და რაღაც ესთეტიკური მოძრაობები მაგრამ იმ დროში ხო იყო
მე მიყვარს ლარი ბერდის. მე მithumetes. ვინმეს დაუყენებდი ხო ალბათ ლებრონი, ну, თავისი რა კლასიკური პოზიციიდან ლებრონი, კეიდი, ბერდი არის გასაგონი კაცი და ექსამია და მან ვერ ეხარება ვერავინ მაქსიმუმ სპორტ პოზიციას. ხო. კავაი მერი ალბათ. ტორონტოს კავაი გირჩევნია ლარი ბერდს პრაიმში. აი ხო, აი ტორონტოს კავაი არა, ლარი ბერდზე წინ კავაი. როცა ყველა დროის და სიმბოლურში გავდივართ, ლარი ბერდთან კავაის შეჯიბრება არა, მე მგონია რომ სადღაც მან დგას კავაი. კომი პრაიმ წლებით რვაულობს. სადღაც მან დგას კავაი დააკენებ წინ ახლა რომ დააკენო მიღწევები აქვს ლარი ბერდს. კი, ამასაც არ აკლია, მაგრამ მე პირადად ლარი ბერდს უფრო კავაიზე წინ სუბუქ ფორვარდ მაგ 3 ნომრებზე თუ მივდივართ კავაიზე წინ ჩემთვის დოქტორ ჯეიც არის. ჩემთვის არა. ჩემს დიდი გავლენა. ჩემს გავლენა აქვს, მაგრამ ხო, მაგრამ უკეთეს კალორთან მგონია. ლეონარ აი აქ სხვა ნიშნულობაზე და გავლენაზე. გავლენა ძალიან დიდი აქვს. ჯულიონ სერვინგს ხო აიკონიკ ტიპი. ანუ ზედმეტად რობოტიზირებული ის აქვს, სტილი აქვს რა, სათამაშოს როლის რაღაცნაირი. კავაი ზატოვაფასები სანადამში იყო ნიგერი ჩვენის რო და ეგრე. კლიპერში გადმოვიდა, ტორონტოში გადმოვიდა, აღარ რეალურად. ტორონტოს არის სასწაული ის არ ვიცი, ის წელი კონკრეტული. მე ვაკანებ სიმბოლებში ეს ანუ ლებრო. და ერთ-ერთი გამორჩეული დამცველი არის ისტორიაში NBA-ში. ხო, ეგ დრეიმონდ გრინს გირჩევნია პრაიმში. მე მირჩევნია. მე გრინი მირჩევნია. ვინ? სისტემური დაცვი დრეიმონდ გრინი. აუაიში. პრაიმ წლით არ დაცვით, ხო? ზოგადად რა ვთქვა, აი კავაი ზედაცოს ვეღარ თამაშობ. ეხლა ვეღარ თამაშობს ხო? ხო, არ ზოგადად დაცვით თუ ზოგადად კალულზე? არა, ზოგადად დაცვით, კალაბურთია და დაცვით, დაცვით ფიქრობ რომ ბიჭო, სადღაც ერთად დგან რა. გრინი უბრალოდ ორივე უნივერსალური წელი გამწველი ჩემი აზრით. სისტემურად უკეთეს დამცველი, ინდივიდუალურად კავაი და ძალიან ბომბაცველი. პრაიმ დაცვით რო ავიღოთ, კავაი უკეთეს დამცველი, სანატორიოს დაცვა, მე მართლიანობაში რო ავიღოთ. მე შედეგაში რომ მოუმატა დაცვა, ხო, გრინი ისეთი წელი იყო, რომელსაც შეეძლო სამწამეების მაგარი დაცვა და ასევე პერიმეტრზე გაყვა პატარების ყველა პოზიციაზე. შეეძლო რომ გაცვლებში გადიოდა ყველასთან გამოსავალ. ოპათი მცველი ორივეა all time ჩემი. კი, უახლესები არიან ორი. კი ბატონო. შემატკივება შეგვიძლია დიაქტიუროთ და აი ასეთ რას პოლემიკებზე თქვენი აზრი საინტერესო ის იყო კი ნამდვილად. შემდეგ გადაცემაში ვეცდებით რომ თუ კითხვა იქნება რაღაც კალათთან დაკავშირებული კომენტარებს წავიკითხავთ ამ კითხვებს უპასუხებთ შემდეგ სტუმართან ერთად ამიტომ იაქტიურეთ და რა თქმა უნდა რაც თავარია გამოიწერეთ ჩვენი არქი რომ აუცილებლად კონდეს мотиваცია გაგრძელდეს ჩვენი პოდკასტი, ესეთი საინტერესო სტუმრები იხილოთ და კალათის პოპულარიზაცია გავაგრძელოთ მეტად და მეტად. ხო, უფრო ღრმა. მოდი ეხლა და რაღაცას გპირდებით კიდე ვიფასებო. გპირდებით რომ ჩვენ მხოლოდ სტუდიიდან არ წარმოგიდგებით ხოლმე. ხო. ანუ საკმაოდ ისეთი ოვერტაიმში შემოვიტანოთ მარტო ევროლიგაზე და NBA-ში არ არის პლეი-ოფები და სუპერფინალები და ფინალების სტადია. საქართველოს ჩემპიონატი, სუპერლიგაც მისულია სუპერფინალზე. რომელი გუნდები არიან? TSU და ბათუმი. ჩემოსაბა? რამდენიმე სიტყვით გითხარი, ეხლა TSU ნახევარფინალში და ბათუმმა მგონი ერთნაირი ანგარიშებით 3-1. TSU-მ გააგდო ორბი ტყიბული, ბათუმმა ქუთაისი ცოტა უკეთეს გუნდია ბათუმი წელს რა გააგდო ქუთაისი. კი ბატონო. ჩემპიონობა და პირველი თამაშიც TSU მოუგო პირველი, მაგრამ მაგრამ მაქსერიას მან რა არის? ჩვენ ვფიქრობთ რომ 5 თამაში იქნება. წინცადის ბოლო სეზონია სავარაუდოდ და მოიგებს და წავარა მე მგონი. TSU-ში თამაშობს, მოიგებს და წავა ბუ. ვაფასებ და იმედია მოიგებს. ხო, მეც მაგიტო მინდა რომ TSU მოიგოს და ზოგადად ბუ არის ძალიან მიყვარს წინცაძე. მაგარი გამთამაშებელი ქართული გალადბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გალადბურთის პოზიცია გაყალა. კაცი რომელსაც ევრობასკეტის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პასი და აუ ის აუცილებლად ხო ბუ. ბალანჩუნასო სახესთან ჩაუვა. მარკო და მაგის ალეუპების ამიგეზე. ბუსადავარ IQ არ გამოსარჩევიან ნამდვილად და აგრესი. და ბუც იყო როგორიც გიორგი მაგნიშნა ერთ-ერთ წინა პოდკასტში რომ ჩვენ გუნდში
აი ბოლო წლების ესე ვთქვა დინასტია რაც ყავდა, რაც მოდიოდა. აი ზაზასაც კი რო არ წასვლოდა თამაში ფაჩულიას ან ვიკას არ წასვლოდა თამაში, ან თუნდაც აი თოკოსულ ხნავდა და მისასრულდებდა. ანუ რისი თქმა მინდა, იცი? გუნდი დევდა შედეგს, აი ბურო არ იყო, ან ტრავმით იყო, ან არ წაუვიდოდა თამაში გუნდის. აი მაშინ არ ვიყავით კონკურენტული, თორემ ბურო თამაშობდა ჩვენ ლიტვები და ხორვატიები და ბარიული ხო ნუ ვერ ასე ადვილად გადამწყვეტი იყო ბუშოლი ნამდვილად ჩვენი კრისტოლი იყო რა ჩვენი მაშინდელი სუპერ გუნდებიც კი თანაბრად უკაჩავდით რა ხო და მოკლედ დღეს არის მეორე თამაში პირველი 92-96 მოვუგოთ ესეო დღეს არის მეორე თამაში აქ ისევ მე ბათუმში გაიგზავნება სერია და სამოგებამდე ხო გვაქვს გეგმა ხო გიორგი გვაქვს გეგმაში და გავაკეთებთ ეს პატარა ბლოგივით შესაძლოა რომ ბათუმშიც ჩავიდეთ და ბათუმში მოვამზადოთ ეს თქვა სიუჟეტი იქ იქნება მცირე ინტერვიუებიც მოთამაშეებთან მწვრთნელებთან გადავიღებთ თამაშს გაგვჩვენებთ ამ ჰაილაითებს ასე ვთქვათ ჩვენ მიერ გადაღებულს და ეს მოვამზადებთ პატარა სიუჟეტს ქართული სუპერფინალების შესახებ და ამიტომ საინტერესო იქნება ხოლმე დარბაზიდან ასე ვთქვათ აღნიშნებით და გავალ ბათუმში საველე ატმოსფერო იქნება თბილისისგან განსხვავებით აცამას სამწუხარო იყო. ხო, რა თქმა უნდა, ქართული კალათბურთის მეტი პოპულარიზაცია ჭირდება და ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული კალათბურთი და მაქსიმალურად იქნება რომ ხალხი ეს თავი მომდავა. აი რეგიონებში ან თბილისის გარეთ უფრო იქნება. ამას გარდა კიდევ გვირდებით, რა თქმა უნდა, როგორც დასაწყისში დაგვირდით, რომ ნიჭიერ ქართულ კალათბურთის აღმოჩენას დავიწყებთ აუცილებლად. ამ პლეიოფების შემდეგ ეს არ გვიტოვებდა ფაქტობრივად ჩვენ დროს ამ რეგლამენტში ხო და ამასაც შემოვიტანთ ესე ვთქვათ ძალიან მაგარი რუბრიკა იქნება და მაგარ მასალებსაც დავდებთ აუცილებლად ბევრი სიურპრიზები გელოდებათ მოკლედ მეგობრებო და ამიტომაც თქვენგან აუცილებელია რომ ხარდაჭერა ვიგრძნოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი ну შეიძლება ჯერობით იმდენი ყოველსაუბრ ნახვები არ გვაქვს მაგრამ რა ნახვებიც გვაქვს იმასთან შედარებითაც კი გამოწერების რიცხვი არ არის მაღალი და ამიტომაც თუ ყურებთ ამ გადაცემას და მოგწონთ ერთი წამის ამბავია რომ გააწვეთ რილაქს გამოიწეროთ რომ ასე ვთქვათ განვითარდეს ჩვენი არხიც და კალათბურთზე მეტი საუბრები და მეტი განხილვები იყოს მე მგონი საინტერესო იქნება ხო თუ არ გადაგვიარა UFC-მ და ფეხბურთი ესე ფინალისკენ დაუბრუნდები როგორც დავიწყეთ ეს ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი პოდკასტი რომ მე მოვდივარ ახლა ჩემი შვილის ტოლებთან ერთად მიყვავს გადაცემა და მე მოვდივარ იმ დროიდან კიდევ ერთხელ ვამბობ რომ გაზეთში ერთი ბწყარიდან ვიკმაყოფილებდით კალათბურთის სიყვარულს და ინფორმაციას იქედან ვღებულობდით ეს იყო დრო აი წარმოიდგინეთ რომ ევროპის ესე ვთქვათ ევროპულ არენებზეც კი ქართული საკლუბო კალათბურთი აი თბილისის დინამო რო თამაშობდა შედეგს ტელევიზორში ვერ ნახულობდი მაშინ ტელევიზორი იყო მხოლოდ და ვერც რადიოში ვერ ისმენდი ყოფილა ადრე შემთხვევები აი გუნდი რო ბრუნდებოდა და თვითფრინავიდან ჩამოვიდოდა ჟურნალისტს გუნდი ეუბნებოდა რა ვქენით ხო რა ვქენით რაღაცა რომ ვითამაშებ წარმოგიდგენთ საიდან მოვდივარ და სად ვართ მისული სადა ვართ მისული და რამხელა კარგი საქმე კეთდება კალათბურთის პოპულარიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის კალათბურთზე საუბრით გულის მოოხება ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ალექსანდრეს გვერდს წლებია და ყველაფერი NBA-ზე მარტო არ დარჩება ამ სივრცეში და გვიგულეთ პარტნიორად მეგობრად ჩვენი YouTube პოდკასტით 48 წუთიც აი ამ დიდებულ საქმეს რასაც ქვია კალათბურთზე საუბარი, კალათბურთის სიყვარული და კალათბურთის პოპულარიზაცია ამას გავაგრძელებთ ჩვენ. გავაგრძელებთ დიდხნიანი პროექტი გვაქვს და აი მაშინ რო არის მონანიებაში მაინც ამოვთხრიო, აი მაინც ამოვთხრით ჩვენ არ ამბავს ჩვენსას. აუცილებლად.
მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ. მოვარ შეხვედრა.